რუსთავში მიმდინარე წელს სკვერების კეთილმოწყობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. საუბარია ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ ეგრეთ წოდებულ ჩიკაგოსა და დუმბაძის ქუჩაზე თეატრის წინ მდებარე სკვერზე. ორივე ობიექტზე საკმაოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი იგეგმება. ჩიკაგოს სკვერის რეაბილიტაციაზე $1 მილიონ მეტი დაიხარჯება. გასართობის სივრცეები, რომლის რეაბილიტაციასაც მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა. როგორი იქნება ორი ახალი სკვერი რუსთავში? ნათია შაფათავას და შოთა რეხვეშვილის სიუჟეტში ნახავთ. ეს ფალიაშვილის ქუჩაზე არსებული ეგრეთ წოდებული ჩიკაგოს სკვერია. ტერიტორიაზე ახლად სრულადაა შენარჩუნებული მწვანე საფარი და ხეების განლაგების მიხედვით სკვერს ვარსკვლავის ფორმა აქვს. სკვერის რეაბილიტაცია, სადაც ინფრასტრუქტურა დაზიანებულია და პერიმეტრი ბალახითაა დაფარული, მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა. სულ მალე კი ტერიტორიის კეთილმოწყობა დაიწყება და მიმდინარე წელს რუსთავს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი სივრცე ექნება, სადაც სხვადასხვა ასაკის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ თავისუფალი დრო გაატარონ, დაისვენონ და სპორტულ აქტივობებშიც ჩაერთონ. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი დასაჯდომის სკამები იყოს, იმიტომ რომ ბავშვებით გამოვდივართ, არ არის დასაჯდომის სკამები, კიდევ განათება. ვიცით, რაც უნდა გაკეთდეს, ჩვენთან იყო მერი მოსული და ნახაზები მოიტანა და ვიცით, რაც კეთდება. ძალიან კარგია, რაც კეთდება. პროექტი მაქვს ნანახი და მომწონს. კი, ძალიან მოხარული ვართ. ყველა რეაბილიტაციას მივესალმები სკვერის იქნება თუ ქალაქის კეთილდღეობას რაც შეეხება. მივესალმები და მომწონს იდეა. კარგი. ახლა გავიგე რომ პარკს აკეთებენ და ძალიან მოხარული ვარ. მოხარული ვიქნებოდით რომ ჩატარდეს განსაკუთრებით ღობე, მოეწყოს რაც საჭიროა ის ყველასთვის. ყველა ასაკისთვის. ჩიკაგოს სკვერის რეაბილიტაციისთვის რუსთავის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლისთვისაც $1,180,000 ლარია გამოყოფილი. ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტული კუთხე, საბავშვო მინი მოედნები, ფანჩატურები, ტერასები, სადაც დასასვენებელი სივრცეები განთავსდება, დაიგება ქვაფენილი, დამონტაჟდება სკამები და განათებები. პროექტის დაგეგმარება მოსახლეობის ინტერესების მიხედვით მოხდა. მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც 2019 წელს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არის გათვალისწინებული, არის ეგრეთ წოდებული ჩიკაგოს სკვერის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება შეადგენს $1,180,000 ლარს. სამუშაოებისთვის განსაზღვრული იქნება 200 კალენდარული დღე, ტენდერი უკვე გაშვებულია. პროექტის ფარგლებში მოხდება საფეხმავლო ბილიკების მოწესრიგება, სპორტული კუთხის მოწესრიგება, საბავშვო მოედნის რეაბილიტაცია, მოწყობა. ასევე მოხდება ახალი გარეგანათების ქსელის მოწყობა და მივიღებთ რუსთავში ყველა ასაკზე გათვლილ დასასვენებელ ადგილს. მეორე ობიექტი კი, სადაც მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი იგეგმება, დუმბაძის ქუჩაზე თეატრის მიმდებარედ არსებული სკვერია, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სკვერში კეთილმოეწყობა, ფეხით მოსიარულეთა ბილიკები, ქვაფენილები, დამონტაჟდება დასასვენებელი სკამები და გარე განათებები. პროექტის მიხედვით სკვერს შეუნარჩუნდება ძველი იერსახე და დეკორაციები ძველი რუსთავის არქიტექტურისთვის დამახასიათებელ სტილში მოეწყობა. აღნიშნული სკვერის კეთილმოწყობისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისთანავე სამუშაოებიც დაიწყება. გაგეგმილია ქალაქ რუსთავში ფიროსმანის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია. სკვერი საკმაოდ მოცულობითია, მოხდება პროექტის ფარგლებში ახალი ბილიკების მოწყობა, გამწვანების მოწყობა, მოეწყობა გაზონები, მოეწყობა ელექტროსისტემა და მივიღებთ საკმაოდ ლამაზ ადგილს, სადაც რუსთაველები შეძლებენ დასვენებას. პროექტის ღირებულება არის $640,000 ლარი, განხორციელების ვადა არის 180 კალენდარული დღე. ამ ეტაპზე ტენდერი უკვე გაშვებულია და ველოდებით პროცედურების დასრულებას, რომ გამოვლინდეს გამარჯვებული. ამ ორი ობიექტის გარდა მიმდინარე წელს რუსთავში რამდენიმე მინი სკვერისა და სპორტული მოედნის მშენებლობა რეაბილიტაციაა დაგეგმილი.